განაღმული და ზოგმა იდიოტმა შეთოკი მოაბას გამოწევს არაფერი კაია, მაგრამ ამას შეიძლება თქვა იყოს. ეგ თითქმის ყველა მითის, ანუ თქვენც უნდა იცოდეთ რა, რომ გაფრთხილებულები იყოთ. შტაბ-ბიჯდელებას ტოვებს რაღაც ისეთი, კალაშნიკოვია რა, როგორც კი დაატრიალეთ რა. წინა კორა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მოძრაობს. ამ შემთხვევაში ეს არის ხან ნახევრად ავტომატური, მე ამას გავხსნი და ამით ვისვრი მე სამტყვიეს. ნახოთ მიზანში როგორ გაარტყავს. დაბალი მანძილია, ვეცდები რომ კარგად დაუმიზნო და ნახოთ როგორ იქნება. სამი წელი ტყვია ჩავდე. ეს მჭიდი AK-47-ის ნებისმიერი მჭიდი მიდის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ცდილობდა რომ ისეთი რამე გაეკეთებინათ, ისეთი იარაღი. ყველა იარაღის და ყველა მოდელის რაღაცა კომპონენტები ყოფილიყო თავსებადი. მაგალითად აი ეს ტარი. თვითონ სასხლეთი, აი ეს დეტალი. თვითონ ეს დეტალი უკვე სხვანაირია, აი ეს. აი ეს დეტალი. ანუ მაქსიმალურად ცდილობდა რომ ყოფილიყო იაფი და ადვილად დასამზადებელი. მით უმეტეს ომის დროს მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. მართალი ახლა დედამამა ეტირათ უკრაინელების გამო ღორიშვილებს, მაგრამ ნუ ყველა ვარიანტი ეგრე ცდილობდნენ რა რაღაც